ხშირად ამბობენ, რომ მონროს დოქტრინა არის ამერიკის იზოლაციონიზმის საფუძველი. თითქოს 1823 წელს ამერიკამ კარები ჩაიკეტა. ხო, სიამოვნებაში სხვანაირად არის იზოლაციონიზმი ბევრად უფრო ძველი ფენომენია და ეს ჯორჯ ვაშინგტონის მემკვიდრეობა არის, ესე რომ ვთქვათ, ხოლო მონროს დოქტრინა უკვე არის 1823 წლის შემდეგ პრეზიდენტ მონროს მიერ გამოცხადებული ერთგვარი შეზღუდვა ევროპელებისთვის, ევროპის კონტინენტის ძლიერი სახელმწიფოებისთვის, რომ ჩარევიყვნენ შეერთებული შტატების და არა მხოლოდ შეერთებული შტატების მთლიანად კონტინენტის პოლიტიკაში. ანუ ეს ხომ არ არის საწყისი ამერიკის სუპერსახელმწიფოდ ქცევის? პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა მონროს დოქტრინიდან გამომდინარე შეძლო ტრანსკონტინენტური სახელმწიფო სახელმწიფოს შექმნა და შემდგომში მე-19 საუკუნის ბოლოს უკვე ამან მოამზადა ნამდვილად საფუძველი იმისთვის, რომ ამერიკა გამხდარიყო ერთ-ერთი სუპერსახელმწიფო თაგანი. მაგრამ ჩვენ ახლა გვესმის ამერიკა first, ამერიკა უპირველეს ყოვლისა. ეს ხომ არ ნიშნავს მონროს დოქტრინის დაბრუნებას? მე მგონი ეს ცოტა სხვანაირად უნდა შევხედოთ ამას, იმიტომ რომ მონროს დოქტრინა რეალურად რაღაც დონეზე დასრულდა პრეზიდენტ რუზველტის დროს, როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მან ერთგვარი რუზველტის შესწორება გააკეთა ამ ყველაფერში, რაც იმას ნიშნავდა, რომ უკვე არა უბრალოდ ზღუდავდნენ ევროპელების ჩარევას კონტინენტზე, ამერიკის კონტინენტზე, არამედ უკვე შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ ჩვენ ავკვეთ სამხედრო ძალით მათ შორის თუ რაიმე ფორმით ევროპა ჩაერევა ამ ყველაფერში. შესაბამისად, ეს ორი განსხვავებული ფენომენი არის და თუ კი დღეს ამერიკა ცდილობს, რომ კონტინენტის ნაწილზე სამეზობლოში მოახდინოს გავლენა, ეს არის არა მონროს დოქტრინის დაბრუნება, არამედ ამერიკის ზოგადი ჰეგემონიის დაბრუნება, რაც შეუძლებელია სამეზობლოში პოლიტიკის გააქტიურების გარეშე. ანუ მოკლედ გამოდის, რომ 200 წლის წინადელი დოქტრინა დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციისთვის არ არის რელევანტური. კი, მე მგონი ამას სულ სხვანაირი ახსნა აქვს სინამდვილეში და ეს უბრალოდ გახსენება არის იმ ძველი პოლიტიკის და როგორც უკვე აღნიშნე, საბოლოო ჯამში ამერიკა ცდილობს დღეს ჰეგემონიას და არა მხოლოდ თავის კონტინენტზე ჩაკეტვას. საინტერესოა, რას ფიქრობთ თქვენ? დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი და გამოვკვებით ჩვენ არხზე.